ეხლა რადგანაც გვაქვს ობობას კვირეული, მოდით პატარა საუბარი გვექნება ობობაზე. აბა ვინ რა გავაკეთეთ, ვინ რა გავიგეთ და რისი გაკეთება შევძელით ობობისთვის. გისმენთ აბა ბავშვებო? დიახ, მომიყევი, აბა რა გაიგე შენ რენე? ჩემი ობობა ლავქრანიტო ვისლუცე ამდენი ობობა მართლა. აბა როგორი არის ობობა, ვინ მეტყვის? როგორი ფეხები აქვს ობობას? მოკლე და წვრილი. როგორ აკეთებს ქსელს ობობა? ქსოვს, ხო? ქსოვს თვითონ ობობა. და როგორ იკვებება? დიახ, როგორ იკვებება ობობა? აბა ვინ მეტყვის? ობობი. ქსელიდან რითი იკვებება? პელაკი კი არა, ყველაფერი რომ მიეწებება ობობას ქსელის სადილია, უყვარდა აიუთი ყვევება. დიახ, ყოჩაღ რა ლამაზად მითხარი, რაც არ უნდა იყოს ნებისმიერი მწერი, როგორ მითხარი აბა რენე გაიმეორე? რაც მიეწებებაო ქსელსო, გახდებაო რა? ობობა სადილი. აბა თქვენ როგორ ეთანხმებით რენეს? თქვენ ნანახი გყავთ ასე მწერი გამული რო იყო ობობას ქსელში? ნანახე. მე ერთხელ ობობა გამოვიდა საიდან თავის ქსელიდან. მაგრამ რაღაცა მაკას კალის ჰქონდა. მე რომ ნაცნობი მაკას კალსი ჰქონდა. ნებისმიერ ადგილას კუთხეებში უჩებდა მოვიდა ობობა და წყალი და უსხი. ნებისმიერ აი როგორ ავტომატური. ნატალი, შენ რა შეგიძლია რომ გითხრა აბა ობობაზე? ქსელი როგორი არის ობობის ქსელი? რატო ეწებება მწერები, ვინ მეტყვის? რატო ეწებება მწერები ობობას ქსელში? აბა ხოჩა, მეგი, როგორი არის? წებოვანი. აი ესე დაგიწევავს ისეთი წებოვანი. დიახ, თუ კი ერთხელ მიფრინდა მწერი, ის ასიზამს. უკვე რა გახდება? მას გარეთ კიდე იქნება. ვისი სადილი გახდება? ობობა სადილი. ობობასიდან ციანჭელი. ობობა ბავშვებო მარტო შავი ფერის არსებობს? ლოცა მოსიუდება ყვითელი. არა, როგორ გავიგეთ ჩვენ, როგორ თურმე მეც მეგონა რომ მარტო შავი ფერის არსებობდა ობობა, მაგრამ თურმე როგორი ფერიც ყოფილა? აბა თეთრიც ყოფილა, ლურჯიც, სოლებიანი ობობაც, ხო? ძალიან ბევრი ობობების. მაგ ლურჯი არსებობს ობობა. არ არსებობს.